შენ ეს ახალიამები არ უნდა გამოგეტოვებინა. MMA ჟურნალისტის YouTube-ის პირველ ვიდეოში მე მოგიყვები უკანასკნელი 3-4 დღის განმავლობაში მომხდარ ისეთ ამბებს, რომლებიც არ უნდა გამოგეტოვებინა. ამიტომ პირდაპირ საქმეს შეუდგეთ. მერაბ დვალიშვილისა და შონ ნომალის მოსალოდნელი რემატჩი უკვე ოფიციალურია. UFC 316-ის მთავარი ბრძოლა ოფიციალურად დადასტურდა. მერაბ დვალიშვილი კვლავ დაუპირისპირდება შონ ნომალის, რომელიც ბოლო დროის ერთ-ერთი ყველაზე სკანდალური და პოპულარული ფიგურაა MMA სამყაროში. პირველ ბრძოლაში მერაბმა დაამტკიცა, რომ სუპერმსუბუქ წონაში მისი მეტოქეობა ნამდვილი ჯოჯოხეთია. მან შონის სტრაიკინგი დაჩრდილა და მთელი ბრძოლა თავის ტემპში დომინირებდა. შონი აცხადებს, რომ ამჯერად სრულად გამოჯამრთელებულია, ახალი გეგმით მოდის და მზად არის რევანშისთვის. ამავე საღამოს ქეილა ჰარისონი, ოლიმპიური ჩემპიონი და ყოფილი PFL-ის ვარსკვლავი, UFC-ში ტიტულისთვის პირველად იბრძოლებს ჯულიანა პენიას წინააღმდეგ. მებრძოლთან, რომელმაც თავისი ქარიზმით და გამძლეობით გულშემატკივრების სიმპათია უკვე მოიპოვა. ეს ერთ-ერთი ყველაზე გამორჩეული საღამოა, რომელიც 2025 წელს გაიმართება. ილია თოფურიამ უკვე დატოვა ქვემსუბუქი წონა და მსუბუქ წონაში გადაინაცვლა. 2025 წლის თებერვალში ილია თოფურიამ ქვემსუბუქ წონაში დომინირებას წერტილი დაუსვა და ოფიციალურად მსუბუქ წონაში გადავიდა, რათა ახალ მწვერვალებს მიაღწიოს. მისი მიზანია დაეპატრონოს ისლამ მახაჩევის ტიტულს, რომელიც ამჟამად მსუბუქ წონაში უპირობო მეფეა. ილია ამბობს, რომ UFC-სგან პირობა უკვე აქვს მიღებული, მისი შემდეგი ბრძოლა სატიტულო იქნება. ეს ნიშნავს, რომ დიდი ალბათობით მის დებიუტს ახალ დივიზიონში პირდაპირ საჩემპიონო ქამრისთვის ვიხილავთ. MMA სამყაროში ეს გადაწყვეტილება ბევრმა სითამამედ შეაფასა, მაგრამ გულშემატკივრები მალე იმას მიიღებენ, რისთვისაც ეს სპორტი უყვართ. თოფურიას თავდაჯერებულობა და უდრეკი სურვილი კიდევ ერთხელ ადასტურებს, რომ ის განსაკუთრებული სპორტსმენია, ადამიანი, რომელსაც არ ეშინია ცვლილებების და ახალი გამოწვევების. ხორხე მასვიდალი ყველაზე მეტად ივ ედვარდსის მეშინოდა. UFC-ს ვარსკვლავმა ხორხე მასვიდალმა ერთ-ერთ ბოლო ინტერვიუში გულახდილად გაიხსენა კარიერის დასაწყისი და დაასახელა მებრძოლი, ვისიც ყველაზე მეტად ეშინოდა. ეს იყო ივ ედვარდსი. მასვიდალმა აღნიშნა, რომ ედვარდსი იმ პერიოდში საოცარი კომბინაციებით გამოირჩეოდა. ჰქონდა ძლიერი ნოკაუტის ძალა, მაღალ დონეზე ფლობდა ჯიუ-ჯიტსუს, კიკბოქსინგსა და მაიტაის და ამას დამატებული ჰქონდა საოცარი ინტელექტი. სწორედ ეს თვისებები მის მეტოქეებში ტერორს ქმნიდა. მას პატივს ვცემდი, მაგრამ მასთან შებრძოლება მართლა მაშფოთებდა. ემოციურად მზადება იყო ურთულესი, აცხადებს მასვიდალი. მიუხედავად იმისა, რომ შემდეგ თავად მასვიდალი იქცა UFC-ს ერთ-ერთ სახედ, ივ ედვარდსი მის მეხსიერებაში დარჩა როგორც ერთ-ერთი ყველაზე საშიში მეტოქე. ბრენდონ მორენო დაბრუნდა სატიტულო რბოლაში და ის ამ შესაძლებლობისთვის ნამდვილად მზად არის. ბრენდონ მორენო მექსიკაში გამართულ UFC Fight Night-ზე სტივერსეგი ერთსულოვანი გადაწყვეტილებით დაამარცხა. ამ შთამბეჭდავი გამარჯვების შემდეგ ის კვლავ დაბრუნდა flyweight რეიტინგის პირველ რიგებში, ამჯერად მეორე პოზიციაზე. მორენო, რომელიც ყოფილი ჩემპიონია, ამტკიცებს, რომ ახლა მენტალურად და ფიზიკურად სრულ მზადყოფნაშია. გულშემატკივრებს სწამთ, რომ სწორედ ის არის მებრძოლი, რომელიც კვლავ შეძლებს ქამრის დაბრუნებას და პანტოჟას დომინირების შეჩერებას, მიუხედავად იმისა, რომ მას უკვე 3 მარცხი აქვს ალექსანდრე პანტოჟასთან. მისი პერფორმანსი მექსიკაში იყო ტექნიკურად დახვეწილი, ტაქტიკურად გამართული და ემოციურად გულის აღუძვრელი. მორენო სწორედ იმ ადამიანის მაგალითია, როცა მარცხი მოტივაციის წყაროდ იქცევა. დაძაბულობა Bare Knuckle Fighting Championship 70-ზე. სცენაზე იარაღად სასწორი გამოიყენეს. BKFC 70-ის აწონვაზე ჰოლივუდში სიტუაცია უკონტროლო გახდა. ლეონარდო პედრომოსა და სტივ ჰერელიუს შორის სიტყვიერი დაპირისპირება ფიზიკურ ჯგუფში გადაიზარდა. ყველაფერი მაშინ დაიწყო, როცა ჰერელიუსმა პედრომოს მხარზე ხელი დაადო. ამის შემდეგ ორივე მებრძოლმა ერთმანეთს ხელი გაარტყა. ჰერელიუსმა უცებ ხელი დასტაცა სასწორს და იარაღად გამოყენება სცადა. სცენაზე სრული ქაოსი იყო. დაცვამ სიტუაცია მალევე დააწყნარა. კონორ მაკგრეგორი, რომელიც ორგანიზაციის თანადამფუძნებელია, კულისებში ხალისობდა, ხოლო პრეზიდენტი აშკარად გაღიზიანებული იყო. კონორ მაკგრეგორის საპრეზიდენტო გეგმებმა და ამბიციებმა მწვავე კრიტიკა გამოიწვიეს. კონორ მაკგრეგორმა თეთრ სახლში ვიზიტისას გააკეთა განცხადება, რომ აპირებს იბრძოლოს ირლანდიის პრეზიდენტობისათვის. მან აღნიშნა, რომ ქვეყანა კარგავს თავის იდენტობას არალეგალური იმიგრაციის გამო და საჭიროა ძლიერი ლიდერი. ეს სიტყვები მყისიერად გააკრიტიკეს ირლანდიის უმაღლესმა პირებმა. პრემიერ-მინისტრმა და ვიცე-პრემიერმა განაცხადეს, რომ მაკგრეგორი არ წარმოადგენს ირლანდიელ ხალხს და მის განცხადებებს არ აქვს საზოგადოებრივი მხარდაჭერა. მისმა შეხვედრამ დონალდ ტრამპთან და ძველი სამართლებრივი ისტორიების გახსენებამ კრიტიკა კიდევ უფრო გაამწვავა. კონორ მაკგრეგორი კვლავ ყურადღების ცენტრშია, მაგრამ ამჯერად ოქტაგონის მიღმა. ტომ ასპინალისა და ჯონ ჯონსის დაპირისპირება მალე ოფიციალურად ჩაინიშნება. მძიმე წონის დროებითი ჩემპიონი ტომ ასპინალი აცხადებს, რომ მისი ბრძოლა ჯონ ჯონსთან უკვე მზადების ფაზაშია. დანა უაიტის განცხადებით დოკუმენტები გაფორმებულია და ახლა მხოლოდ ოფიციალური ანონსის გამოქვეყნება გადარჩა. ეს არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და მოლოდინით ახსავსე დაპირისპირება UFC-ს ისტორიაში. ორი სრულიად განსხვავებული სტილის, ასაკის და ისტორიის მქონე მძიმე წონის მებრძოლი ერთმანეთს პირველად და ალბათ უკანასკნელად შეხვდება. ამ ბრძოლას ყველა დიდი ინტრიგით ელოდება, რადგან სწორედ აქ გადაწყდება ვინ არის სინამდვილეში უპირობო ჩემპიონი.
იან გარი კარლოს პრატესის წინააღმდეგ. UFC Kansas City-ს ახალი main event-ი აქვს. UFC Fight Night კანზასის ღონისძიებაზე 26 აპრილს მთავარი ბრძოლა ჩანაცვლდა. ჯამალ ჰილი ტრავმის გამო ამოვარდა ქართიდან, რის გამოც იან გარისა და კარლოს პრატესის დაპირისპირება მთავარ ორთაბრძოლად გამოცხადდა. ორივე მებრძოლი მაღალი დონის შემსრულებელია ქვესაშუალო წონაში და ამ დაპირისპირებას დიდი მნიშვნელობა ექნება რეიტინგისთვის. გამარჯვებული დიდი ალბათობით ტოპ 5-დან მიიღებს ბრძოლას, ხოლო შემდეგ ტიტულის მოპოვების შანსს. უახლოესი ღონისძიება, რომელიც კვირას დილით ჩატარდება, ჯოშ ემეტი ლერონ მერფის წინააღმდეგ იქნება. ჯოშ ემეტის განცხადებით, ის მზადაა ამ გამარჯვებით ტიტულისთვის რბოლაში დაბრუნდეს და რომ მას 70%-ით მეტი ძალა აქვს, რადგან ბოლო პერიოდში ძალის განვითარებაზე მუშაობდა. ლერონ მერფი კი თავის მხრივ დაუმარცხებელი მებრძოლია, რომელიც თვლის, რომ ჯოშ ემეტის დამარცხებით, ისევე როგორც ილიას მას სატიტულო ბრძოლის შანსი მიეცემა, რადგან ემეტი სწორედ ის მებრძოლია, რომლის დამარცხებაც პირდაპირ ქამარზე ბრძოლას ნიშნავს. 2025 წლის აპრილი გამორჩეულ ბრძოლებს გვპირდება. მოდით თვალი გადავალოთ, რა ბრძოლები გველოდება წინ. UFC Fight Night-ი ემეტი მერფის წინააღმდეგ 5 აპრილს ლას-ვეგასში გაიმართება. ჯოშ ემეტი დაუპირისპირდება დაუმარცხებელ ლერონ მერფის. UFC 314 ვოლკანოვსკი ლოპესის წინააღმდეგ 12 აპრილს მაიამიში გაიმართება. ყოფილი ჩემპიონი ალექსანდრ ვოლკანოვსკი დიეგო ლოპესის წინააღმდეგ იბრძოლებს. UFC Fight Night-ი პრატესი გარის წინააღმდეგ 26 აპრილს კანზას სიტიში გაიმართება. ამ ეპიზოდისთვის კი სულ ეს იყო. გთხოვთ დალაიქოთ ვიდეო და გამოიწეროთ არხი.